ბოლო დღეებში აქტიური განსჯის საგანი ოზურგეთში მოსკოვის ქუჩა გახდა. 11 თებერვალს ინტერნეტში ელექტრონული პეტიცია გავრცელდა, სადაც ავტორი საზოგადოებას მოსკოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელის დარქმევას თავაზობდა. ინიციატივას განსხვავებული რეაქციებით შეხვდნენ თავად მოსკოვის ქუჩის მცხოვრებლები. მათ ნაწილს არ სურს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელის მქონე ქუჩაზე ცხოვრობდეს. ქუჩას რო დაერქვას ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა, იმიტომ რომ მე ვთვლი პირადად ჩემი მოსაზრება არის, რომ არ შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის ქალაქის სახელწოდება იყოს ჩვენი ქვეყნის რომელიმე ქუჩის სახელს ატარებს. ასევე თან ეწოდება იმ ქალაქის სახელი, რომელიც ქვეყანა დღესაც აგრძელებს ცოცხალ ანექსიას ჩვენზე და ზეწოლად. იმ კუთხეში, ანუ ცხოვრობივით თავად ცხოვრობ იქ და ყველა დადებითად უყურებს ამ მოსაზრებას და პირიქით ეთანხმება და მომხრეების კი არიან, რომ შეეცვალოს ქუჩას სახელი. პირადად მე საუბრებში არ შემოხვედრე არავინ, რომ ეთქვას რამე საწინააღმდეგო. ძალიან ბევრი გმირები გვყავს რა ჩვენ ქართველები, რომლებიც ღირსნი არიან, რომ მაგათის სახელის ქუჩა არსებობდეს. მე ვფიქრობ, რომ ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელი არ უნდა ერქვას. გვყავს ჩვენ უამრავი გმირი და რომელიმე ერთ-ერთი თუნდაც ბენიამინ ჩხიკვიშვილს. ვარ მომხრე რომ არ იყოს მოსკოვის ქუჩა, არ არის აუცილებლად ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელობის იყოს, მაგრამ ვერ ვხვდები რატო უნდა იყოს მოსკოვის ქუჩა, რომელიც ქალაქი, რომელიც ასოცირდება რუსთან და რომელიც პირდაპირ ასოციაცია ოკუპანტ ქვეყნის დედაქალაქთან. და გამაგვირვა აგრეთვე სოციალურ ქსელში გააჟღერებულმა мотивация, რომ მოსკოვის ქუჩის მაცხოვრებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ მოსკოვის ქუჩას გადაეთქვა საერთოდ სახელი. აქ არ არის საუბარი, რომ ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი იყოს, რომ დარჩეს მოსკოვის ქუჩა. რატო უნდა იყოს ქალაქში მოსკოვის და წითელარმიელის და კომკავშირის და რას ასეთი ქუჩები? რატო უნდა შეიცვალოს? ბენიამინ ჩხიკვიშვილის ტყიდან გამოსული ეგეთ წერია იმაში, საყვავის ტყიდანაა ვიღაცა. წავიდე და ჩოხატაუში დაარქვან და გინდა გრიგოლეთში და გინდა თბილისში შეცვალონ, კაცო, სადაცაა. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ინიციატივამ გააღიზიანა. ბენია ჩხიკვიშვილის სახელი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ქუჩის ახლანდელი სახელწოდების დატოვების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. რატო უნდა გადაერქვას? რატო? არ უნდა გადაერქვას, უნდა იყოს მოსკოვში და მოსკოვში დარჩეს. რატო? არავინ არაფერი არის იცი, ვინა? გამინა იცი, შენი ისტორია გესმის, იცი? ხომ თბილისის მერი იყო? ხომ ბათუმის მერი იყო? სოხუმის მერი იყო? დაარქვან იქინე კაცო მოსკოვში, თბილისში. აქანე დაბადებული გაზრდილი ვარ. იყოს აი ძველი სახელი, რაც მახსოვს მე, იყოს აი სახელი. ჩვენ ქუჩას რო ცხად ჭირდება თანადგომა, მაშინ არავინ არაა და ისე იმოდიან არჩევნებზე და ყველაფერიც მოგვეხმარება. იყოს ეს სახელი რა, რას ქუჩასთან არ ვაიგივებ საერთოდ ქუჩას რა კავშირი აქვს ოკუპანტთან, რა სისულელე. სასტიკა წინააღმდეგი ვარ. ბათუმში მოსკოვის ქუჩა, თბილისში მოსკოვის პროსპექტია, მოსკოვის ქუჩა, ამერიკაშიც დაჟე მოსკოვის ქუჩა და ქალაქი მოსკოვის ქალაქი და ხა ოზურგეთში რომ ეს რაღაც მე ვფიქრობ რომ იდეა და წარმომადგენლები ყავთ ვიღაცებს და დაინტერესებული ამ თემასთან დაკავშირებით. უშუალოდ არასამთავრობოები არ იქნება ამ თემასთან დაკავშირებით დაინტერესებული. არის ზურგს უკან ვიღაცები, რომელიცაც უნდა. მე ვფიქრობ მაინც ცოტა პოლიტიკური თემა იქნება. ალბათ მეტესობისაც გამოვხატავ წინააღმდეგი ვართ. ერთი ლამაზი ქალაქის სახელი ქვია პატარა ქუჩას და იყოს დარჩეს მოსკოვის ქუჩა და თუ რამე შესაძლებელია მოსკოვის ქუჩაზე ინფრასტრუქტურა შეცვალონ. არის პატარა მდინარე, რომელიც გვახჩობს ცოტაგან წვიმა მოდის და გაუსაძლისი მდგომარეობა, ესაა შესაძლებელი და ბევრი სხვა ახლა რომ არ ჩამოვთვალო. და ისე ვისი ინიციატივაც არის, ხომ? ვურჩევდი საკუთარ ქუჩას დაარქვას ეს სახელი. ვინ იყო ბენიამინ ჩხიკვიშვილი? მისი სახელი ზოგიერთ გურულს საერთოდ არ გაუგია. ბევრისთვის კი მისი პერსონა გურიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საამაყოა. გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ლიდერი, გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ბათუმის, სოხუმისა და თბილისის არჩეული მერი. ეს ბენია ჩხიკვიშვილის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ეტაპებია. შეიძლება ითქვას, რომ ბენია ჩხიკვიშვილის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რაც საქართველოს ისტორიას უნდა ახსოვდეს და არა მარტო საქართველოს ისტორიას, კონკრეტულად გურიის ისტორიასაც ამავდროულად, ეს იყო მისი ბრძოლა უთანასწორობის წინააღმდეგ და პოლიტიკური თვითმკვლელობის წინააღმდეგ, რასაც რუსეთის იმპერიალიზმი ახორციელებდა მაშინდელ პერიოდში, რომ ის აზიარებს პროკლამაციებს სოციალ-დემოკრატიული პარტიის აგიტატორის სახელით
ეს პროკლამაციები შეიცავდა კონკრეტულ მესიჯებს მუშათა კლასის მიმართ. ეს მესიჯები იყო შრომითი უფლებები, ეს მესიჯები იყო ღირსეული შრომა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ტელეეკონომიკური მდგომარეობა ძალიან წააგავდა დღევანდელსაც გურიის რეგიონში, ეს იყო მცირე მიწების პრობლემა, ეს იყო მოსავლიანობის პრობლემა. ამ ადამიანის როლი არა მარტო გურიის კონტექსტისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი საქართველოსთვის, იმიტომ ზემოჩამოთვლილი, ყველა ზემოჩამოთვლილი მიზეზის გამო. პეტიციის ავტორი გურამ მიქელაძეა. მის იდეა საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მიქელაძე ამბობს, რომ პეტიციის შექმნის მიზანი საკითხის განხილვის დაწყება იყო. საბოლოო გადაწყვეტილება კი თავად მოსახლეობამ უნდა მიიღოს. პეტიციის ავტორები ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცუდი არ იქნებოდა უბრალოდ ოზურგეთში ამ ქალაქში ამ ქუჩას შეეცვალოს სახელწოდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დღევანდელი ვითარება აბსოლუტურად განსხვავებულია, აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიმყოფებით. ჩვენ ჩავთვალეთ უბრალოდ მიზანშეწონილად, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანების მოსაზრებები, იმიტომ რომ ეს არის მათთვის ყველაზე მძაფრი და ყველაზე ისეთი ემოციურად მძაფრად არიან ისინი დაკავშირებული ამ ქუჩასთან და მათ უნდა განსაზღვრონ პირველ რიგში. ოზურგეთის საკრებულოში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პეტიცია წარმომადგენლობით ორგანოში შევა, კანონმდებლობის სრული დაცვით იქნება განხილული. და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ოზურგეთელების უმრავლესობის აზრი იქნება გათვალისწინებული. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერჯერობით არ არის პეტიციის მომზადების პროცესი დასრულებული. ეს პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი რაოდენობის ხმების, მოპოვების, შეგროვების შემდეგ. ეს პეტიცია შემოვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი პროცედურების დაცვით მოახდენს მის განხილვას. აქ უთუოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის აზრი და აზრის გაგების სხვადასხვა ფორმა არსებობს. მოკლედ ყველაფერი განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და როგორც ამას გადაწყვეტს ოზურგეთელთა უმრავლესობა, შესაბამის გადაწყვეტილებას იქნება მიღებული საკრებულოს მიერ. საკრებულო ამის შემდეგ შესაბამისი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე პეტიციის და არა მხოლოდ პეტიციის უკვე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით წარუდგენს სამთავრობო კომისიას და სამთავრობო კომისია უკვე თავისუფლებამოსილების ფარგლებში მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კანონმდებლობით არის დადგენილი. საკითხი როგორ გადაწყდება ჯერ უცნობია. თუმცა რას წარმოიდგენდა ბენია ჩხიკვიშვილი, რომ რუსეთს მისთვის მხოლოდ დახვრეტა არ უკმარებია და ქვეყნის თავისუფლებას შეწირული გმირისთვის ტალახის გუნდა 100 წლის შემდეგაც შემოინახა და მისივე ხალხის ხელით ესროლა, როცა მის მშობლიურ გურიაში ტყიდან გამოვარდნილი უწოდეს და მის სახელს კვლავაც მოსკოვის სახელწოდება ამჯობინეს. ხო, რატო უნდა შეიცვალოს? ბენია ჩხიკვიშვილი ტყიდან გამოსული ეგრე წერია იმაში.